გამარჯობათ მეგობრებო, მე სანდრო ვარ, თქვენ ჩემი YouTube არხზე ხართ და სათავიდან როგორც შეიტყვეთ, დღეს საუბარი წავა ძალიან მნიშვნელოვან მოტოზე, საერთოდ არა მარტო მოტოციკლეტების, საერთოდ ტრანსპორტის სფეროსთვის და ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ეს მოტო არის საუკეთესო, ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე Discovery Channel-ის top 10-ში პირველი ადგილი უჭირავს ამ მოტოს და აბსოლუტურად ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ეს საუკეთესო მოტო არის საერთოდ, რაც კი შექმნილა. არ არსებობს არანაირი ლიტერატურა, წიგნი, კატალოგი მოტოებზე, რომელშიც ეს მოტო ნახსენები არ იქნება. მე არ გეტყვით ჯერ ეს რა მოტო არის, დავიწყებ ასე ვთქვათ ისტორიის, ამ მოტოს ისტორიის აღწერას და გთხოვთ კომენტარებში დაწეროთ ის დრო, რომელშიც თქვენ მიხვდებით რა მოტოზე არის საუბარი. მოკლედ, ეს მოტო დღემდე გამოდის და სუპირველი ვერსია, ასე ვთქვათ, რომელიც დიდად არ განსხვავდება მისგან, რაც ახლა გამოდის, ხომ? ანუ ფაქტობრივად იგივე მოტო არის. 56 წელს გამოვიდა. დღემდე წარმოებაში არის და სულ ორიგინალი ბრენდის სახელით 100 მილიონზე მეტი არის გამოშვებული ეს მოტო. დღესაც შეიძლება ახალი ყიდვა, საქართველოშიც მე რამდენადაც ვიცი იყიდება ეს მოტოები ახალი, 100 მილიონი გამოვიდა სულ ორიგინალი და კოპიები ალბათ ორჯერ უფრო მეტი იქნება გამოსული. ეს მოტო 15 ქვეყანაში იწარმოებოდა. საერთოდ ეხლა ალბათ 3 თუ 4 ქვეყანა, რომელშიც ისევ წარმოებაში არის. ამ მოტომ ფაქტობრივად შეცვალა აბსოლუტურად სურათი მოტო კულტურის ამერიკაში და ბრიტანეთში. და რო თქვათ რამხელა ამდენი კოპია, რამდენი მოტო არის მაგაზე და დაფუძნებული რამდენჯერ გადააკოპირეს ძრავის დიზაინი, აი შეუძლებელია ალბათ 200-300 მილიონზე მეტი საუბარი. არ არსებობს თბილისში გაიაროთ რამოდენიმე წუთი და არ ნახოთ მაგ მოტო, მაგის კოპია ან რაღაცა, რამაც მაგ მოტოს დიზაინი ზუსტად გადმოაკოპირა. ანუ მაგით შთაგონებული მოტოციკლეტები ალბათ თქვენს ყველაფერი ახლა რაც გამოდის, მაგრამ როგორც გითხარით, ყველა ექსპერტი თვლის, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოტო იყო ისტორიაში და გამოუშვა კომპანია Honda და როგორც გითხარით, დღესაც ძალიან პოპულარული არის ეს მოტო. მოკლედ, საუბარი არის ლეგენდარულ და ერთადერთ Honda Super Cub-ზე. ალბათ ბევრისთვის შეიძლება ეგ არაფერს არ იძახის ეგ სახელი, მაგრამ საქართველოში ალბათ ყველაზე გავრცელებული ვერსია NAMA არის, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო და რჩება კიდევაც. NAMA არის Honda Super Cub-ის ტექნიკურად ზუსტი ასლი აბსოლუტურად და გარედან დიზაინით, ერგონომიკით ცოტა სხვანაირი უფრო მოტოსკენ მსგავსებული. თუ შეხედავთ ამ მოტოს დიზაინს, ალბათ იფიქრებთ, რომ ეს სკუტერი არის, არანაირად სკუტერი არ არის, გარდა პლასმასის დეტალისა, რომელიც წინ ახლავს ამ მოტოს, რომელიც რაღაცა ამსგავსებს ამ მოტოს სკუტერთან, სხვა არაფერი საერთო არ არის. ჩვენ გადავალთ ამ მოტოს ტექნიკურ მხარეზე, დავათვალიერთ თვითონ მოტოს, სხვათა შორის ეს მოტო ეხლა ჩემს უკან არის, ეს ერთ-ერთი იმ კაბებიდან, რომელიც მე მყავდა, სულ 3 მყავდა. და ეხლა ეს მოტო პენსიაზე ასე ვთქვათ გასული და ჩემთან კაბინეტში ესეთ კაბინეტს ამშვენებს ეგ მოტო, რომ ამ დროს აბსოლუტურად ხოცი არ იქოქება და შეიძლება დაიქოქოს და გავიდეს აქედან. მაგრამ ეს საკმაოდ ძნელი იქნება, იმიტომ დაშლა მოგვიწია ამ მოტოსი შემოტანა შენობაში და მე ხელახლა აწყობა. მოკლედ, Honda Super Cub, ყველაზე ლეგენდარული მოტო. რითი დაიწყო ყველაფერი?
ეს ძალიან ადრეული მოდელი არის Honda-თვის ერთ-ერთი პირველი ასე ვთქვათ moto არის 1959 წელს გამოვიდა პირველი Honda-s moto რომელსაც Honda Dream-ი ერქვა რა თქმა უნდა დღესაც გამოდის Honda უშვებს moto-s სახელად Dream მაგრამ არანაირი კავშირი არ აქვს იმ პირველ moto-სთან მაგრამ ეხლა რაც გამოდის სუპერკაბი და სუპერული რაც გამოვიდა ტექნიკურად არაფერი არ შეცვლა, ხო რა თქმა უნდა შეფქვევის სისტემა კარბურატორიდან გადავიდა ინჟექტორზე, დისკის მოხრუჭები არის წინ და უკან. მეტი არაფერი. დანარჩენი ყველაფერი იგივე არის, ძრავიც იგივე არის, განცემათა კოლოფი იგივე არის, პრამა იგივე არის. კიდე რატო გავს ეს moto ცოტა სკუტერს, იმიტომ რომ აუზი სკამის ქვეშ აქვს. ხომ ეს ამასაც თავისი მნიშვნელობა აქვს და აგიხსნით გვენებით რატომაც. მოკლედ Honda 50-იანების დასაწყისში რაღაც moto-ებს უშვებს, ყიდის იაპონიაში, მწყვეტში აბსოლუტურად ცნობილი არ არის, არანაირი სახით, მანქანებზე გამოშვებაზე ჯერ საუბარიც კი არ არის. და Honda-ის დამარსებელი, მფლობელი, დირექტორი დროს Soichiro Honda ხდება რომ რაღაცა ხდება მსოფლიოში, ანუ იცვლება ყველაფერი და ორთვლიან ტრანსპორტს სერიოზული მომავალი აქვს. მაგრამ მაგ დროს იაპონია ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის. 10 წელი გავიდა მისმე რაც ომი მორჩა ისევ და ისევ ძალიან რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში არის იაპონია. ისევ და ისევ ფაქტობრივად ოკუპირებული არის ომის მერე და ასეთი ომის შემდგომ ეკონომიკა არის ისევ იაპონიაში და შესაბამისად რაღაცა მოთხოვნა იაპ უბრალო ტრანსპორტზე არის და Soichiros როგორც ათობით სხვა კომპანიას რომელიც მაშინ იაპონიაში აწარმოებს motos არჩევანი აქვს რომ რაღაცა გააგრძელოს თავისი Honda Dream-ის ხაზი ან კიდე რაღაც ბიუჯეტური ვერსია შექმნას ამ Honda Dream-ის და ამ ბაზარზე ასე ვთქვათ ეკონომიური პატარა moto-ების დარჩეს მაგრამ გადაწყდა სულ სხვა რამე ანუ გადაწყდა რომ საერთოდ პატარა ორთვლიანი ტრანსპორტის კონცეფტი შეიცვალოს და რაღაცა სულ ახალი ტრანსპორტი უნდა ყოფილიყო იაპონიის ბაზრისთვის და Soichiro-მ და მისმა ფინანსურმა დირექტორმა Takei Fujisawam ეს ორი ადამიანი ძალიან ასეთი შეზღუდული ბიუჯეტით, ხო, Honda არ არის მაშინ კორპორაცია ჯერ, საერთოდ პატარა ქარხანა არის, რომელიც ველოსიპედებს და moto-ებს უშვებს და პატარა moto-ებს უშვებს, გადაწყვიტეს რომ მოგზაუროთ ევროპაში და ამერიკაში და პირველ რიგში მოეკულიათ იქაური ბაზარი, იქ რას აწარმოებენ კომპანიები ისე და ისე ეს 50-იანი წლებია ინფორმაცია ესე ძალიან არ იცვლება მით უმეტეს იაპონიაში ხო ევროპული არანაირი გამოცემები არა ინტერნეტი არ არის ტელევიზია არ არის ხო და რაღაცა გაზეთებით და ჟურნალებით რამეს თუ გაიგეთ ან უნდა ჩახვიდე კერძო და თუ გაინტერესებს სიტყვაზე მაგალითად გერმანიაში რა moto-ებს აწყობენ ხო უნდა იმოგზაურო გერმანიაში და გაარკვიო რა moto-ებს აწყობენ გერმანიაში რა ფირმებია საერთოდ რა თანხად ყიდულობენ ამათ და ასე შემდეგ მეორე მიზანი იყო ის რომ შეეძინათ რაღაცა დანადგარები დაზგები რომელიც იაპონიაში მაშინ ასე არის წარმოება და სხვათა შორის დღესაც იაპონური ქარხნები ძირითადად ევროპული და ამერიკული დანადგარებით მუშაობს და დაემყარებინათ კონტაქტები კომპანიებთან რომლებიც დაზგებს და დანადგარებს ყიდიან ასევე რა თქმა უნდა Soichiro Honda ძალიან დაინტერესებული იყო სპორტით მოტოსპორტით და ეს თემაც ძალიან აინტერესებდა, ამიტომ მოგზაურობის დროს Eiselhoff-მენს შეჯიბრზეც მოხვდნენ Soichiro და Takeo და 56 წელს დაიწყო მაგათი მოგზაურობა ევროპაში და ბევრი ინფორმაცია მან და მაინც არ არის და ვიცით სად იყვნენ მაგრამ ახლა ჩვენ რო შევხედოთ რა
რა გამოცდილება გადმოიღეს ევროპელებისგან ფაქტიურად არაფერი. იმიტომ რომ პატარა მოტოებში არის ორი ტენდენცია მაშინ ევროპაში, ეს არის Vespa, რომელიც ყველამ მოგეხსენებათ ეს კლასიკური სკუტერი არის, ეს არ არის იტალიური დიზაინ ტექნიკური სკუტერი, როგორც ესეთი ამერიკაში გამოიგონეს კომპანია Bushman-მა გააკეთა პირველი სკუტერი. Რო განსაზღვროთ ტერმინი სკუტერი, რას გულისხმობთ, ხო? ეს ალბათ არის პატარა მოტო, პატარა ბორბლებით, 10-11 ინჩი, ძრავი უკანა აქვს, სკამის ქვეშ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძრავი თვითონ უკანა დაკიდების სისტემის ნაწილია, ხო? ეგრეთ წოდებული მაეტნიკი უკანა ქანქარა არ აქვს სკუტერს, ეგ ძრავი ასრულებს მაგ ფუნქციას, ანუ დაკიდების სისტემის ნაწილი არის ძრავი. და ტრანსმისია პირდაპირ უკანა ბორბალზე არის, ხო? ანუ ფაქტიურად ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ სკუტერი არის ესეთი ძრავი, რომელზეც ჩვენ ვზივართ, ხო? ამ ძრავს ნაწილი არის უკანა ბორბალი, რომელზეც გადაცემა მიდის და მიკეთებული აქვს წინა ბორბალი და რული. აი ეს არის სკუტერის კონცეფცია. გარდა ამ სკუტერებისა, Vespa-ისა, რომელიც Vespa უშვებს ამ Bushman-ის კოპიას, არც ვთქვი Bushman-ის დიზაინზე დაუზნებელ მოტოს და დანარჩენ ევროპაში პატარა მოტოები ეს ძირითადად ველოსიპედია ძრავით, ხო? რომელსაც ძალიან ბევრი მოტოს ერთ ეგრეთ დაიწყო, ხო? ანუ ველოსიპედით ჰარლი მაგალითად ინდიანი დაიწყო, მე ველოსიპედის რამა იყო ჩვეულებრივ შეგენ ძრავით ჩადებული და გერმანიაში და დასავლეთ ევროპაში და ბრიტანეთში პატარა მოტო არის ველოსიპედი ძრავით. ხშირად მოპედებია, ანუ მოტოციკლეტი პედლებით. ან ჩვეულებრივად ველოსიპედია, რომელსაც შეუძლია ერთი სიჩქარე ჩართოთ გადაცემა და სიარულის დროს დაგეხმაროთ მოძრაობაში. Soichiros რეალურად არც ერთი არ მოეწონა ეგ იდეა, პირველ რიგში, იმიტომ რომ ორივე ეს ევროპული ტრანსპორტი არის ორტაქტიან ძრავზე. და Soichiros საერთოდ არასოდეს არ უყვარდა ეზიზღებოდა ორტაქტიან ძრავები სხვადასხვა მიზეზების გამო. რა თქმა უნდა, რო თქვა ორტაქტიან ძრავს უფრო ძლიერია, უფრო იგივე კუბატურიდან უფრო მეტი ძალა გამოაქვს, მაგრამ ბევრი მინუსები არის, განსაკუთრებით ის, რომ მაგალითად ზეთი და ბენზინი ერთად უნდა შეზავდეს ხელოვნურად ისე ჩაისხას აუზში. გამონაბოლქვიც ასევე ძალიან სერიოზული ქონდა მაშინ ორტაქტიან ძრავებს. ფაქტიურად მე როგორც მექანიკოსი და როგორც ხონდა კაბის მფლობელი, მე ვფიქრობ, რომ Soichiro Honda ნახა Vespa და ზუსტად პირიქით გააკეთა ყველაფერი აბსოლუტურად. ანუ ყველაფერი რაც რისით შეიძლება დავახასიათოთ Vespa, კაბს სხვანაირად აქვს აბსოლუტურად გაკეთებული. რამოდენიმე ანუ დიზაინერი როგორც კი ჩამოვიდა ანუ ევროპიდან დაასახელეს 4 ძირითადი მიმართულება, ანუ რაც უნდა ქონოდა ახალ დიზაინს. პირველ რიგში ეს უნდა ყოფილიყო 4-ტაქტიანი ძრავი. 50 კუბი ზენაკლები, იმიტომ რომ მაშინაც და დღესაც იაპონიაში წესია, რომ ანუ 50 კუბზე ნაკლებ მოტოსთვის არ ჭირდება მართვის მოწვევის აღება. ისეთი დიზაინი და ერგონომიკა უნდა ქონოდა, რომ ქალსაც ევლო სკუტერით და რომ იცოდეთ 50-იან წლების დასაწყისისთვის მithumetes იაპონიისთვის ეს ძალიან რადიკალურად რევოლუციური თემა არის, იმიტომ რომ არ დაგავიწყოთ მაგ დროს იაპონიაში ქალები ჯერ კიდევ კიმონოში დადიან და შარლის ჩასვლის უფლება არ აქვს აბსოლუტურად შანსი არა. ანუ მეებით კეტები დადიან ესეთი ხის ფეხსაცმელით და კიმონოები აცვია. ეს არის აუცილებლად ეს ტრადიციული ძალიან მძიმე კიმონო, მაგრამ ნუ ხალათია ფაქტიურად, ხალათები დადიან ქალები და კაცებიც. და დიზაინში აუცილებლად ჩადებულიყო, რომ ეს ქალი უნდა ქალს უნდა შეეძლო მოტო ქალისთვის უნდა ყოფილიყო მოსახლეხებელი.
მესამე იყო ის, რომ მოტოს არ უნდა ქონოდა გადამოობის სისტემა, ანუ სცეპლენია ხელზე. უნდა ყოფილიყო ავტომატური. მან და მითია, რომ მიტანის სერვისში მაშინ ბენტოს ყუთების საჭმეთ რომ დაქონდათ, შესაძლებელი ყოფილიყო დაახლოებით იგივე რაც პიცის ყუთი, რომ მიიმტანს აეღო მაღაზიაში ეგ ყუთი, ცალი ხელით დაეჭრა, ცალი ხელით ემართა მოტო. არ ვიცი ეგ რეალობასთან რა როგორ კავშირშია, მაგრამ სოიჩი რომ და დიზაინმა კიმურამ იოზაბუკო კიმურა თუ არ ვცდები, ან შეიძლება ჯოზაბუკო კიმურა, სწორედ რომ გამოთქვა, დიზაინერი იყო, ესეთი მეტსახელად მოხუცი, საკმაოდ ასაკოვანი კაცი იყო, ინჟინერი იყო, რომელიც დაიწყო სოიჩირო ჰონდასთან, ტაკეო ფუჯისავასთან ერთად ამ პროექტზე მუშაობა. საკმაოდ დიდი თანხები ჩაიდო კომპანიისთვის და ბევრი სპეციალისტი და ინჟინერი იყო დაქირავებული, რომ ეგ მოტო გაეკეთებინათ, ანუ რო იცოდეთ როგორ ყურადღებას აქცევდა სოიჩირო ამ პროექტს, თვითონაც ჩართული იყო კოორდინატორი, ეხლა ამას დაარქვენ კოორდინატორს ამ პროექტის, ანუ ფაქტიურად ის სხვადასხვა აზრს უსმენდა და გაწყვიტავდა რომელ მიმართულებას უნდა უფრო მიექცეს ყურადღება. ესე იგი პირველი სამი დავასახელეთ, 4 ტაქტიანი ძრავი გვინდა, რომელიც პატარა ეკონომიური და გამძლე იქნება. ხაერის გაგლილებით, რა თქმა უნდა, მაგ დროს წყლის გაგლილება ჯერ არ იყო. ქალისთვის უნდა იყოს ერგონომიული, ავტომატური სცეპლენია უნდა ქონდეს და ისეთი დიზაინი უნდა დაინერგოს, რომელიც გაგრძელდება სულ. ანუ თავიდანვე ჰონდაში იცოდნენ, რომ ეს იქნება ბაზა მაგათვის, რომელიც მრავალი წელი გაგრძელდება. დარწმუნებული რომ მაგდენს არ ფიქრობდნენ, რომ 70 წელი იქნებოდა წარმოებაში ეგ მოტო, მაგრამ რაღაცა მოსაზრებები იყო. 57 წელს უკვე ფაქტიურად დიზაინი ძრავის არის და თვითონ მიზანი ამ ძრავის არის დასახული ესეთი, რომ 50 კუბამდე, 50 კუბიანი ძრავიდან, ანუ ზედა გაზგამანაწილებელი უნდა ქონდეს რასპრედვალი, ესეც ძალიან რევოლუციურია მაგ დროისთვის და 4 ცხენის ძალა უნდა ქონდეს. ესე გადაწყვიტეს, რომ 4 ცხენის ძალიანი ძრავი ნახევარად ავტომატურ კოლოფზე იმუშავებდა, საკმარისი ძალა ექნებოდა, რომ სხვათა შორის იაპონია ძალიან მთიანი ქვეყანა არის და უნდა ყოფილიყო საკმარისი. მაგ დროისთვის სხვა 50 კუბიან ძრავებს ერთი ცხენის ძალა აქვს. ეს არის ეგეთი ნორმა აბსოლუტური და ფაქტობრივად ინჟინერებს მიზანი დაუდგეს, რომ 400%-ით უნდა გაიზარდოს ძრავის სიმძლავრე. ბევრი ძალიან პრობლემა არის, იმიტომ რომ ძალიან რევოლუციურია ძრავი მაგ დროისთვის, მაგალითად რომ გითხრათ, მაგ ძრავისთვის სპეციალური სანთელი გამოვიდა, დანთების, რომელიც იაპონელებმა არავინ მსოფლიოში ჯერ არ აწარმოებს და ეგ ყოველთვის ძალიან პრობლემატური არის. იმიტომ რომ სანთლების წარმოებული სულ რამდენიმე კომპანია მსოფლიოში ადრეც ეგრე იყო და არც ერთ წარმოებელს არ უნდოდა ახალი სტანდარტის სანთლის დანერგვა, დღესაც ეგრე არის, ყოველთვის ცდილობს კომპანია რომ აწარმოოს თავისი ინვენტარი და თვითონ ძრავის წარმოებლებმა მაგათი უკვე ნომენკლატურიდან არჩიონ სანთლები, მაგრამ სოიჩიროს ჭირდება პატარა ხრახნიანი სანთელი, რომელიც ამ 50 კუბიან ძრავზე ბევრ ადგილს არ დაიკავებს და კომპანია ჟეკა დაითანხმეს იმაზე, რომ ეს სანთელი გაკეთდეს. თვითონ 50 კუბი თვითონ ძრავი როცა უკვე შედგა, ხო, აღმოჩნდა, რომ 9500 ბრუნსტრიალებს რომ მიაღწიოს 4 ცხენის ძალას, რაც 50 კუბიანი ძრავისთვის და ნებისმიერი ძრავისთვის მაგ დროს ძალიან მაღალი ბრუნი არის. ანუ მაღალი კომპრესიის 50 კუბიანი 4 ტაქტიანი ძრავია, მაღალი ბრუნით, ყველაფერი მაგ ძრავში აბსოლუტურად რევოლუციური არის. იგივე კუთხე, როგორიც აქვს მაგ ძრავს გაგრილებისთვის სპეციალურად გაკეთებული,
არის იდეალური, ანუ დახრილი არის, დაბლაი ყურება ეგძრავი და როგორც გითხარით, ეს პლასმასის დეტალი, რომელიც ამსგავსებს ამ მოტოს სკუტერს, ორი დანიშნულება აქვს ამ დროს, აი ამ ჩვენი 4 პუნქტიდან, ამ კონცეფციის 4 პუნქტიდან. პირველი ის, რომ ამ ასე თქვა დამცავი ფარის გამოყენებით და სპეციალური ძარის კონსტრუქციით ქალს კაბაში შეუძლია რომ დაჯდეს ამ მოტოზე. ასევე ეს არის ფარი, რომელიც აგრილებს ზრავს, ანუ ესეთი კოლექტორია, ჰაერის ძაბრის ფორმა აქვს, აგროვებს ჰაერს და რაღაც სიჩქარით აწვდის ქვევით ამ 4 ცხენისძალიან მოტოს, რომელმაც საკმაოდ დიდი წონა უნდა წაიღოს, ანუ ფაქტობრივად ორჯერ თავისი წონას ატარებს. ეგეც ძალიან ესეთი შეფარდება მანქანაზე, სიტყვაზე 2 ტონა რომ დაადოთ და გაწიოს, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია, ხო? ანუ ჩემ შემთხვევაში მე კაბით ძალიან ბევრს დავდივარდი, ძალიან ბევრი კილომეტრი მაქვს კაბზე, სერვერები, აი ამ 4 ცხენისძალიანი ძრავით მე 100 კილოზე მეც ვიწონი, როცა მოტო არის მე მგონი 75 კილოს სულ. და ბევრჯერ მარტივი, ანუ უკან ადამიანს მომისვავს და ერთად გვივლია 2 ადამიანს მაგ მოტოთი და ჩვეულებრივად აი სპეციალური კოლოფით, რომელიც მაგის იგივე მოტოსთვის გამოიგონეს, ეს უმკლავდება ფაქტობრივად ნებისმიერ წონას. პირველი სიჩქარით მოტო 2 გზავრით ნებისმიერ აღმართზე ავა პრობლემად. ასევე აი ეს დამცავი ფარი რაც აქვს, ეს არის სპეციალურად გაკეთებული, რომ ქალებს შეეძლოთ მართვა მოტოსი და მაგ დროისთვისაც არც თუ ისე გავრცელებული დიზაინი, ეს არის ჯაჭვის და კბილანების სრულიად შეფუთვა, რომ იგივე კაბა, ხალათი ან რაღაცა ხალათის კამარი არ მოყვეს ჯაჭვში, არ ჩაითრიოს, რამაც შეიძლება ადამიანის ამ მოტოს დაზიანება გამოიწვიოს. მოკლედ, აი ესეთი რევოლუციური დიზაინი არის, აი ესეთი მოტო გააკეთეს. ბევრი საინტერესო ნიუანსი არის მაგ დროს აი მოტოს დიზაინის დროს, იმიტომ რომ რაღაცა აბსოლუტურად ახალი პროდუქტია, ხო? არაფერი მაგ დაგვარი მანამდე არ გამოშვებულა და იქამდე მივიდა, რომ სხვადასხვა ზომის მოდელებს აკეთებდნენ ხისგან და უყურებდნენ, ანუ რა ზომა უნდა იყოს იგივე საბურავები, ხო? ხონდა კაბის ერთ-ერთი უნიკალური დამახასიათებელი დღემდე სხვათა შორის დიზაინი არის, რომ ძალიან დიდი ბორბლები აქვს. ეს არის 17 დюйმიანი ბორბლები, მაგრამ მაგ დროს პატარა მოტოებზე, როგორც გითხარით, ხო, არა ვესპაზე, ეს ძირითადად როგორც გითხარით, ველოსიპედი არის ძრავით, 21-24 დюйმიანი ბორბლები აყენია. და ამ შემთხვევაში Honda-ს უნდა ისეთი საბურავი ენახა, რომელიც გავრცელებული იქნებოდა ასე თუ ისე ველოსიპედებზეც გამოიყენება და მოტოზეც კარგი იქნება. და ამ კაბზე, ამ მოტოციკლებზე შეჯერდნენ 2.5 დюйმი 17-ზე საბურავებზე, რომელიც ძალიან კომფორტული არის სიარულის დროს, იმიტომ რომ დიდი რადიუსის ბორბალი ძალიან სტაბილურს ხდის მოტოს და ვიწრო პროფილი ძალიან მართვაც ერთდროულად. ასევე ცუდ გზაზე მოგეხსენებათ, რაც უფრო დიდი რადიუსია ბორბლის. მით უფრო კარგია მოტოსთვის, პატარა ორმოებში ის არ ვარდება, ანუ ზემოდან გადადის, ეს სპიცებიანი ბორბალი არის, სუპერ გამძლე არის, მე კატეხილი კაბის ბორბალი არ მინახია. სპიცები უძლებს ყველაფერს. თუ ეხა ჩემი მეგობარი სანდრო უსმენს ამას, ცნობილი მტერი სპიცების გაეცინება. მოკლედ, აი ესეთი დიზაინი, როგორცაც ეხა ჩვენ სურათზე ხედავთ, შედგა ამ მოტოსი და იწყება მეორე უმნიშვნელოვანესი რამე, რაც საერთოდ მოტო კულტურაში და ისტორიაში მოხდა, ეს არა თვითონ მოტოციკლეტი,
არამედ რაც გააკეთა Honda-მ ამერიკაში ამ მოტოთი და რა გააკეთა ეს შეცვალა საერთო თელი კონცეპტი, ასე ვთქვათ, მოტოციკლეთის კულტურის ამერიკაში. იმიტომ რომ Honda კაბამდე და Dream-ამდე ხო ეს ორი მოტო რომელთაც დაიწყო Honda-მ ასე ვთქვათ ამერიკული ბაზრის დაპყრობა, მოტოკულტურა ძალიან ვიწრო მიმართულების არის ამერიკაში. ანუ თვითონ ლოზუნგი რომელთაც შევიდა კაბი ბაზარზე იყო ესეთი you will meet nice people on Honda. ძალიან საინტერესო, ანუ კარგ ხალხსაც ნახავთ ანუ Honda-თი, ხო? ანუ იგულისხმება რომ you will never meet nice people on motorcycle before. ანუ ვინც მოტოთი მაქამდე დადის nice არ არის. ხო, ეს უკვე ფაქტია. ანუ თვითონ ამ წინადადიდან გამომდინარე გამოდის, რომ თქვენ კარგ ხალხს შეხვდებით Honda კაბით. ესე იგი რაღაცა პრობლემებია და პრობლემა ის არის, რომ მოტო მაშინ ძალიან აუთლო რაღაცა მიმართულება აქვს, ანუ ესეთი კანონდამრღვევი ადამიანები დადიან. ეს იგივეა რომ მაგალითად ჩვენთან რო გეთქვა სლოგანი ესეთი რომ თქვენ კარგ ხალხსაც ნახავთ კალაშნიკოვით. ხო, ანუ ქუჩაში ადამიანი ავტომატით რო დადის, ხო? ტყავის კურთკეთ რეიბანებით გაგახსენებათ და მხედრიონი, ხო? ანუ აი მხედრიონის დროს რო გაეკეთებინა რომ მარტო მხედრიონელებს აქვთ კალაშნიკოვი, ხო? იგივე ზუსტად თემა იყო ამერიკაში რომ არა მარტო ბაიკერებს ყავთ მოტოები, ხო? და თვითონ ანუ სურათები და ესენი ვიდეო რგოლები რომელსაც აკეთებდნენ, მაშინ კინოში აჩვენებდნენ ჩრული უბრალო მოქალაქეების ზიან და ამოტოზე ქალებიც, გოგოებიც და თვითონ მიმართულება მარკეტინგის იმაზე არის, რომ ეს უფრო აი ესეთი შაბათ-კვირას გასასეირნებელი მოტო არის, ან რაღაც მაღაზიაში წასასვლელად, ან კვირას რაღაც ბაზრობაზე გასასვლელად აი ესეთი ტრანსპორტია, რომელზეც შეგვიძლია პატარა რაღაც კალანთა დავამაგროთ და საყიდლებზე წავიდეთ. მაინც ჯერ არ ხდება აი ყოველდღიური commute, რასაც ძახიან ამერიკელები, ანუ სამსახურში საქმეზე სასიარულო მოტო მაინც არ არის, მაგრამ არის რაღაცა ყოველდღიური ესეთი მოტო, რომ არა ყოველდღიური გასასეირნებელი მოტო უყიდეთ თქვენ რაღაცა მეუღლეს, შვილს და აი ესე შემდეგ კარგი საჩუქარი არის და ეს ისე და ისე you will meet nice people არის, რომ ანუ არა მარტო ბაიკერების არის მოტო, იმიტომ რომ ყველამ ისტორია იცით, ხა ასე თუ ისე მოტოციკლეტების ამერიკაში და 50-იან წლების დასაწყისში ეს არიან ახალგაზრდა ვეტერანები, მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული, რომლებიც სამხედრო მოტოებზე ზიან, გადაკეთებულ მოტოებზე, ინდიანები და ხარლი არის. ინდიანს და ხარლის მერე ეწევა კაფე რეისინგის ესეთი მიმდევარი თემა, რაც ბრიტანულ მოტოებზე არის, ტრიუმფი, BSA, ნორტონი, სანბიმი და ეს მოტოებიც დიდია, ხმაურიანია, მოუხერხებელია, მაგ მოტოებით სიარული საერთოდ მაგ დროს ძალიან ძნელია. მე რაღაც დრომე მუშაობდი ესეთ ძველ მოტოებზე ამერიკაში და ეს დამიჯერეთ მაგ მოტოთი გადაადგილება დღევანდელ ტრაფიკში აბსოლუტურად შეუძლებელი არის. იმიტომ რომ 50-იანების დასაწყისში ნებისმიერი მოტო, ხო, ყველაზე გავრცელებულებად ხარლი, ინდიანი ამერიკაში ტრიუმფია, BSA, ნორტონია. მაგ მოტოთი გადაადგილება საშინელება. პირველ რიგში რო ვთქვათ, მაგ მოტოებს არ აქვს მოხრუჭი. ანუ ფაქტობრივად არ აქვს მოხრუჭი. ანუ როგორ ეცე ნელდება მოტო რა, წინა მოხრუჭის საერთოდ არანაირ ფუნქციას არ ასრულებს, ალბათ მაღალი სიჩქარიდან რაღაცა შენელებას დაიწყებს და მე არანაირ ფუნქციას გაცხელდება, არანაირ ფუნქციას აღარ ასრულებს და მუშად მოხრუჭი, ასე ვთქვათ, არის უკანა და წინა დამხმარე და ის უკანაც რა უნდა იყოს, ხო? ანუ სული ბლოკება, იმიტომ რომ თელი წონა როცა ამოხრუჭოთ გადადის წინ, უკანა ბორბალი არაფერს არ აკეთებს. ეგ ერთი რომ არ ამოხრუჭებს, საბურავები აბსოლუტურად დაუხვეწელია, არანაირი მოჭიდება არ აქვს იგივე მოხრუჭის დროს. განათება მაშინ უმეტესობა მოტო 6 ვოლტ, ყველა მოტო 6 ვოლტიანი არის 12-ის მაგივრად და 6 ვოლტიანი ნატურა აი ბჟუტავს და გზას არ ანათებს აბსოლუტურად, არაფერი არ ჩანს.
ანუ წარმოიდგინეთ მაშინდელი მოტოციკლისტები რატო ჯერსტი აუთო უნდა იყო და რაღაც განსაკუთრებული ადამიანი ხო ანუ ზიხარ რაღაცაზე რაც საკმაოდ მძლავრია 100 კილომეტრით მიდის თავისუფლად მაგნიტელი მოტოები ხო 140-150 მიდის 100 მილისაათში უკვე ყველა წარმოებულს დაპროფილი აქვს და არ გაქვს მუხრუჭი, არ გაქვს განათება, არ გაქვს საბურავი, არანაირი დამცავი ის არ გაქვს საშუალებები, ისევ და ისევ ომის ვეტერანებმა და მფრინავებმა შემოიტანეს ეს ტყავის ქურთუკი, ხო, რომელიც ყველას ჰქონდა უბრალოდ ომიდან დარჩა და მე უკვე არმიის ზედმეტი იყიდებოდა და ყავთ ეს აბსოლუტურად არანორმალური გიჟური მოტოები, რომელიც მარტო ჩქარდება და სხვას არაფერს არ აკეთებს, არ უხვევს, არ ჩერდება, არ ანათებს. და ჩაცმულები არიან ამ ტყავებში და არც თუ ისე რა თქმა უნდა ხო როგორ გითხრათ სიმპათიური ხალხია ხო ყველასათვის და აი ამ ბაზარზე შემოდის ხონდა კაბით ხო აი ამ მოტოთი და აი ამ სარეკლამო კომპანიით რომელიც სოფლიო მარკეტინგის ისტორიაში შევიდა იმიტომ რომ მოტოციკლეტი როგორც გადაადგილების საშუალება ჩვეულებრივად ანუ მე მინდა სადღაც წასვლა და წავალ ჩემი მოტოთი გარდა მანამდე იყო პირიქით ანუ მოტო რაღაც კულტურა იყო უფრო ვიდრე რაღაც ყოველდღიური ცხოვრება და კაბი შემოდის ამერიკაში და იპყრობს ამერიკულ ბაზარს. ანუ გაყიდვები ხდება რაღაცა არარეალური აბსოლუტურად მოტოსთვის. მაგალითად დილერი თვეში თუ ყიდი და 10 მოტოს ბრიტანულს ან ამერიკულს ძალიან კარგი დილერი იყო. ანუ 10 მოტო თვეში ძალიან სერიოზული გაყიდვა არის. და კაბის და ხონდის შემოსვლით ბაზარზე უკვე 100-ზე არის საუბარი, 100 მოტოს გაყიდვაზე თვეში. ეს არანორმალური ციფრებია, არანორმალურად მომგებიანი არის დილერებისთვის და დიდი განსხვავება, ყველაზე დიდი განსხვავება ხონდა კაბსა და სხვა მოტოებსგან განსხვავებით ის არის, რომ სხვა მოტოს როცა ყიდულობ, მაგდროს იგულისხმება, რომ რაღაცნაირად კერა ძალიან კარგად ერკვეოდა მექანიკაში, იმიტომ რომ საიმედო მოტოები ნამდვილად არ იყო არც ერთი წარმოებლის. ანუ მოტო ყავს იმას ნიშნავს, რომ გარაჟის უნდა გქონდეს, ან ვიღაცაში ახლობელს უნდა გქონდეს გარაჟის, და მე მიხვალთ ყველა ერთად იმუშავებთ ამ მოტოებს, რაღაც გამართავთ, იკატავებთ 2-3 დღე და მე ისევ იმუშავებთ გასაკეთებლად. და ამ დროს შემოდის კაბი, რომელსაც დილერი რო ყიდის, ხო, აი ამ მოტოს აღარ ხედავს არასოდეს, ხო? იმიტომ რომ სუპერ გამძლე არის და მან და მაინც ახლა დიდ მანძილებზე ამ მოტოებს რა თქმა უნდა არ იყენებ, დიდი გარბენი არ აქვს, ამიტომ 5, 6, 7 წელი ეს მოტო დადის ისე რომ ზეთის შეცვლის გარდა არანაირი სერვისი არ ჭირდება. ასევე ტექნიკურ ხარეს რო შევხედოთ, ის დიდი განსხვავება მაგ დროს ხონდა კაბსა და დრიმ შორის არის რომ ერთი ზეთი აქვს, ხო? ანუ ძრავში და კოლოფში განსხვავებული ზეთი არ არის. გერმანიაში მოტოებზე საერთოდ 3 ზეთი არის, ძრავი კოლოფი და რედუქტორი ცალკე. ასევე წინა დაყიდების სისტემას აბსოლუტურად არანაირი სერვისი არ ჭირდება, ჯაჭვი და კბილანები, ასე ვთქვათ, შეფუთულია, არ ისვრება და მანდაც რესურსი ძალიან სერიოზული აქვს ამ მოტოს. და ტექნიკურად რა თქმა უნდა ბევრად უფრო დახვეწილი პროდუქტი არის Honda კაბი ვიდრე ნებისმიერი სხვა რამე რაც მაგ დროს იწარმოებოდა. ასევე ის რომ ევროპაში კარგად კაბი იყიდებოდა, იმიტომ რომ 4 ტაქტიანი ძრავი იყო და ყველა უკვე დაღლილი იყო იმით რომ როცა ბენზინს ასხავთ ან ზეთიც უნდა გქონდეს, ეს უნდა შეაზავო ყველაფერი კარგად ამავში ჩაასხავ ამ შემთხვევაში კაბში 500 გრამი ზეთი მიდის კარტერში, რომელიც იცვლება წელიწადში ერთხელ და ჩვეულებრივ საავტომობილო ბენზინზე დადის. სხვათა შორის მაგ დროს ევროპაში საკმაოდ გავრცელებული იყო თვითონ ბენზინგასამართ სადგურებზე უკვე პირდაპირ შეზავებული ზეთი და ბენზინი იყიდებოდა. მოკლედ კაბმა შეცვალა ყველაფერი, კაბმა დაიპყრო ამერიკა, დაიპყრო ევროპა და როცა იაპონელებს ეგონათ რომ უკვე
მიაღწიეს თავის მაქსიმუმს, აბსოლუტურად ესეთი გაყიდვები აქვს, რომელზეც ოცნებობდნენ. მე ერთად დაიწყო აზიის ბაზარი, ხო? დაიწყო სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, დაიწყო ფილიპინები, ტაილანდი, ჩინეთი, ვიეტნამი, ყველა აბსოლუტურად ყველას უნდა კაბი, ყველგან მუშაობს, ყველა პირობებში ეს დიდი ვიწრო ბორბლები გამოვლენება ტალახში, ანუ სადაც მუსონური წვიმები არის. ანუ ფაქტიურად 3-4 თვე გადაუღებლად წვიმს და მთელი გზა ერთი დიდი ტალახი არის, კაბი დადის მანდ ფანტასტიკურად, იმიტომ რომ მექანიკური კოლოფი აქვს, გადაცემათა კოლოფი აქვს და დიდი ვიწრო ბორბლები, რომლებიც ამ ტალახში ძალიან კარგად ჭრის, ამ ტალახს ჩადის, ასე თქვა, შედარებით არ გრუნტამდე და მოძრაობს ეს მოტო მშვენივრად. და რა თქმა უნდა, დაიწყო უკვე ლიცენზიური გამოშვება ამ მოტოების, რომელიც დღემდე ხდება ძალიან ბევრი დიდი ქარხანა, რომელიც ახლა მოტოებს უშვებს, დაიწყო ზუსტად იმით, რომ კაბის ლიცენზიური ან არალიცენზიური ვერსიების გამოშვება დაიწყეს და მოტოს თავი რომ დავანებოთ, თვითონ ძრავი ამ Honda კაბის, აი ყველაფერში აბსოლუტურად, რასაც კი შეიძლება ძრავი ქონდეს, პატარა მანქანებიდან დაწყებული მოტოები, სკუტერები, ბალახის საკრეჭები, კვადროციკლები, დღესაც ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც რაღაცა მოტოტექნიკა იყიდება, არ არსებობს, რომ მანდ ერთი Honda კაბის ძრავიც არ იყოს. აი სადაც გინდათ შედით თბილისში, მაგათ ბაიკლენში რომ შეხვალთ, იქაც არის, დღესაც ბაიკლენში იყიდება კაბის ჩინური ვერსია. მე მგონი ძალიან კარგი, მე რომ დავათვალიერე, საკმაოდ კარგი ხარისხის მოტოები ეგენი. პიტსტოპშიც იქნება, ნებისმიერ მაღაზიაშიც, მოტოლენდში ვიყავით და იქ ნახევარი ნომენკლატურა კაბის ძრავი დევს ყველაფერში. და კაბმა რა თქმა უნდა ყველაფერი შეცვალა. მაგიტომაც საუბრობთ არას, მაგიტომაც ანუ ითვლება ნომერ პირველ მოტოთ, იმიტომ რომ ყველაზე დახვეწილი მოტოა, ყველაზე რევოლუციური იყო თავის დროზე. შეცვალა მარკეტინგი, საერთოდ დამოკიდებულება მოტოს მიმართ, იმდენი ადამიანი გადმოიყვანა ორ თვლიან ტრანსპორტზე, რაც არც ერთ სხვა მოტოს არ გაუკეთებია და ყველაფერზე თავი დავანებოთ, დღემდე 50 წლიდან დღემდე ეს მოტო უცვლელად არის წარმოებაში და მე დარწმუნებული ვარ, არალიცენზიური წარმოებებიც 1000-ია მაგისი, რომ აზიაში აი ზუსტად იგივე მოტო გამოდის, არანაირი განსხვავება არ არის, იგივე ბარაბნის მოხრუჭებით წინ და უკან, კარბურატორით და ასე შემდეგ. მოკლედ იმედია ამ საუბრის მერე და დაეთანხმებით ჩემ მოსაზრებასაც, რომ ეს საუკეთესო მოტოა, საერთოდ რაც კი იყო გამოშვებული და მოდით ახლა თვითონ ჩვენ Honda კაბთან გადავინაცვლოთ და გაჩვენებთ საერთოდ რა ცხოველია ეგ. ეს ის ჩვენი კაბი, რომელიც არის 90-იანების დასაწყისში გაკეთებული, ზუსტად არ ვიცით ამის წელი, სავარაუდოდ 92 წლამდე გამოვიდა ეს მოდელი. მოდით წინა მხრიდან დავიწყოთ უცებ, შევხედოთ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ამ მოტოზე ჩვეულებრივი პარაბნიანი მოხრუჭები გვაქვს წინ, ძველმოდური, დაკიდების სისტემა, ეს ეწოდება ქანქაროვანი ამორტიზატორია, ანუ ეს არის ქანქარა, რომელიც დადის ბორბალთან ერთად და აქ ამორტიზატორი ცხოვრობს, ეს პატარა ძალიან კარგი და გამძლე სისტემა არის. ამ მოტოზე ძალიან ბევრი პლასმას დეტალია და მაგ დროისთვის 50-იან წლებში რაც დაიწყო მოტოს წარმოება, ამ ხელა პლასმასის დეტალების წარმოება შეუძლებელი იყო, არავინ არ აწარმოებდა და პირველად ისტორიაში Honda-მ დაიწყო ისევ და ისევ ინდუსტრიაში ცვალა მთლიანად და აი ესეთი უზარმაზარი პლასმასის დეტალების გამოშვება დაიწყო. როგორც გითხარით, ანუ ეს სკუტერი არ არის, ანუ ძრავი ჩვეულებრივად დაკიდებულია რამაზე, გადაცემა ჯაჭვით და კვილანით ხდება. ამ მოტოს ელექტროსტარტერიც აქვს და კიკსტარტერი,
ასევე მინდა აღვნიშნო, რა მოტოს შეუძლია აკუმულატორის გარეშე სიარული, საერთოდ აკუმულატორი თუ დაჭდა ბოლომდე, ან არა აქვს, Kickstarter-ით მაინც დაიქოქება. ცოტა შეზღუდული ექნება განათება სიგნალის ძალა, იმიტომ რომ მაინც აკუმულატორი ჭირდება, მაგრამ ივლისს ჩვეულებრივად მაინც ივლისს კიდ სულ დაიწვას აკუმულატორი ან არ დავაერთოთ. აქედან ხედავთ ჩვეულებრივად უკანა მოხრუჭი აქვს, ანუ როგორც გითხარით, ეს ჩვეულებრივი მოტო არის, ადამიანის ის პეგები არის აქ. აი ეს ადგილი არის დატოვებული იმისთვის, რომ კაბიანი ადამიანი დაჯდეს, თუნდაც კაცი ან ქალი, არა აქვს მნიშვნელობა. და აი ეს უზარმაზარი პლასმასის დეტალი. განსხვავება რა არის ამ მოტოს სხვა მოტოებისგან, ეს არის გადაბმულობის სისტემა, როგორც ხედავთ, ამას ეგრეთ წოდებული სცეპლენის სახელური არ აქვს და აქ ავტომატური გადაცემა. ანუ კოლოფი ჩვენ როგორც გას მივცემთ და ძრავი სწრაფად დაატრიალდება, მოტო დაიძვრება და გადართვის დროს ჩვენ როგორც კი შევეხებით პედალს, ეს გათიშავს, ასე ვთქვათ, სცეპლენი ჩაირთვება, გათიშავს გადაბმულობის სისტემას, გადაირთვება მოტო და აშვებისას ისევ გადაბმულობა გაითიშება, ძრავი გადაბმულობა გამოირთვება და გადაცემა გადავა ისევ ბორბალზე. ანუ სცეპლენია თან აქ არის და თან ძრავის ბრუნზეც ითიშება და ბრუნზე გამოირთო. ეს მოტო ფაქტობრივად არც სიჩქარეში არ ჩაქრება, ხო, მეოთხე სიჩქარეში ჩვენ თუ დაძვრა გვინდა, ხო, თუ დაღმართია დაიძვრება. თუ არა და ძრავი იტრიალებს და მოტო ძალიან ნელა დაიწყებს დაძვრას და დამწყები მოტოციკლებისთვის ძალიან მაგარი არის იგი, იმიტომ რომ სიჩქარე თუ შეგეშალა არც არაფერი არ მოხდება. ერთადერთი რა მინდა თქვა, რომ გადაცემა პირიქით არის აქ, ანუ ჩვენ მაღლა ესე ავდივართ დაჭერით და დაბლა ჩავდივართ ამოღებით. ასევე ნეიტრალი არ არის აქ პირველსა და მეორეს შორის, ნეიტრალი არის სუქვევი, ჯერ ნეიტრალია, მერე პირველი, მერე მეორე. ასევე გადაცემა ისე ქუსლით კეთდება, ეგეც ისე ქალებისთვის იყო გაკეთებული, რომ მასაც სანდალები აცვიათ, გეტები, ეგრეთ წოდებული იაპონური. ზედა მხარე ფეხსაცმელს არ აქვს, ამიტომ ესე ზამოუხერხებელი იქნება და შეიძლება ასეც გადართვა და შეიძლება აი აქ ქუსლით რო გადავთოთ. ეხლა ამ შემთხვევაში ეს ჯაჭვი ღია არის, ამას არ აქვს ეს დეტალი, რომელიც ფარავს, მაგრამ რეალურად ეს ჯაჭვი მთლიან დაფარული არის ამ მოტოზე. ეხლა ეს არის იაპონური ვერსია, ამიტომ ერთ ადამიანზეა გათვლილი და აქ კალათის სამაგრი აქვს. იაპონიაში, ამერიკაში ეს ერთი მთლიანი სკამი იქნებოდა. აუზი აი აქ არის, რომელიც 3.5 ლიტრი არის და დაახლოებით 200 კილომეტრზე ყოფნის, აი ჩვენ ჩასასხმელი არის აქ ამ მოტოს. და მოდით ერთი აი ამ პლასმასის დეტალს მოხსნი, რომ ნახოთ თვითონ ძრავი და შიგნით რა გვაქვს. აი ესეც ჩვენი ძრავი. უმარტივესი აბსოლუტურად აქ ჩვენი გადამულობის სისტემაა, ზეთის ჩასასხმელი, გითხარით უკვე 500 გრამი ზეთი მიდის. ერთიც არის სანთელი, რომლის მოხსნა მიყენებად შეიძლება ამის მოუხსნელად, აქ სპეციალური ფანჯარაა ამისთვის და ერთი კარბურატორი. აქ ცხოვრობს ფილტრი. ანუ აი ამის მოხსნით ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი შეგვიძლია ამ ძრავზე გავაკეთოთ. ეს ძრავი 2 ბოლტით არის დამაგრებული სულ და ძრავი რო ჩამოვიღოთ მოტოდან, ალბათ დაგვჭირდება 20 წუთი მაქსიმუმ. ეს კიდე მარი არის, რომელიც დაგვეხმარება ახლა. ეს მარის თავისი მოტოგონია და ახლა მაშინ გვეჩხუბება, რატო დაშალეთ ჩემი მოტო. რო ხშირად ხოლმე ამ სკამზე ზის და ახლა გვეჩხუბება მარი. ავაწყობ ეხლავე, ნუ ნერვიულობ და დავაბრუნებ შენ მოტოს თავის ადგილას. როგორც გითხარით, ანუ აქ ძარა ცოტა სხვანაირი არის, აი აქ არ არის ეს ადგილი, ამოღებული არის იმისთვის, რომ ქალებმა შეძლონ მართვა ამ მოტოსი და დანარჩენი ჩვეულებრივად, როგორც ხედავთ, მოტოციკლი არის ერთცილინდრიანი, წინა ძრავით, ეს დიზაინი სხვათაშორის მე მგონი გუციდან გადმოიღეს, მოტო გუცი აწარმოებდა მაშინ ესეთ 350 კუბიან ძრავებს დაწვენილი ცილინდრით, რომელსაც იდეალური გაგრილება აქვს სულ პატარა სიჩქარეზე 20 კილომეტრი გადაადგილებისას
ეს ძრავი გრელდება იდეალურად. აი აქ არის იაპონურად ნაჩვენები, რომ პირველი სიჩქარე ნეიტრალი არის, მერე პირველი, მესამე, მეოთხე მოდის და დანარჩენი აი ესეთი რეალურად პატარა იდეალური moto არის ეს ჩვენი კაბი. თუ სადმე შეგხვდებათ, მე გირჩევდით, რომ ეს moto შეიძინოთ, იმიტომ რომ დამიჯერეთ ძალიან კარგი საშუალება გადაადგილების და გართობის და სხვა ყველაფერი თავი დავანებოთ. ეს motoები საკმაოდ სერიოზული კოლექციონერების moto არის, მაგალითად ჯეი ლენოსაც აქვს თავის კოლექციაში ესეთი moto და არ არსებობს moto კოლექციონერი ფაქტობრივად, რომელსაც ან არ ქონდეს კოლექციაში კაბი, ან არ უნდოდეს რომ ქონდეს ერთი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონათ ვიდეო, ლაიქები, გამოუშვით კომენტარები და მომავალ შეხვედრამდე.